ალექსი პეტრიაშვილი, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი. Საუნშიდობისა ბატონო ალექსი. საუნშიდობის მოგესალმებით, მადლობა რომ იღებთ გადაწყვეტილებაში გამოშვებაში ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას. Როგორ ფიქრობთ, როგორ აფასებთ? კოზირი დაუბრუნდა ნიკა გვარამიას დღევანდელი გადაწყვეტილებით? მე მგონია რომ რეალურად ახლა ეს საკითხი საერთოდ ეს პრობლემა გაცდა უკვე რუსთავიორს, გაცდა ნიკა გვარამიას, ქიბარ ხალვას, ის რაც დღეს სასამართლოში ხდება, ის რაც თამაზ ურთმელიძის თავს ხდება რეალურად, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, ესეთი მყარი ნაბიჯებით გადავინაცვლეთ ერთი სირთულიდან მეორე კიდე მე მგონი კიდე უფრო მაღალი ხარისხის, თუმცა ორივე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია სიტყვის თავისუფლებას ქონების ხელშეუხებლობას, რა თქმა უნდა, აუცილებლად, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობაც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტებია, საფუძვლებია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების. სამწუხაროდ დღეს ჩვენ რასაც ვხედავთ, ბოლო დღეების განმავლობაში რასაც ვხედავთ, ურთმელიძის სიტყვა და განჩინება აღარ ინდობა ეს ცალსახა. აქ ახლა მეორეა კიდე ყველას გვაქვს ჩვენი უფლება, საფუძველი იმისა, რომ ვიქონიოთ ძალიან სერიოზული და საფუძვლიანი ეჭვი იმისა, როდესაც ადამიანი ერთი კვირის განმავლობაში ესე ერთი განჩინებიდან მეორე განჩინებაზე მიდის, რა ფორმით იღებს, როგორ იღებს, მის სამოსამართლეო კომპეტენციას ოცდება, ცენზურას რო უკანონებს სასამართლოს ხელი და სასამართლოს მეშვეობით, შემდგომ უკვე ბატონი დვალის მიკერძოება, მიუკერძოებლობის საკითხი დგება დღის წესრიგში და ამის მერე უკვე განცხადებები კეთდება როგორც ქვეყნის შიგნით ავტორიტეტების მხრიდან, ისე ქვეყნის გარეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან დღეს ისე ახალი ახლად გამოცხარი განჩინების მომსწრეები ხდებით, მე ძალიან გულწრფელად არავითარი საფუძველი არ მაქვს ამ კონკრეტული ადამიანის რაიმე გადაწყვეტილებას ვენდო, ერთმნიშვნელოვნად ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერთან ერთად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცენზურა დააყენა სიტყვის თავისუფლებაზე, სასამართლოს ხელით დააზიანა ამითი სასამართლო ნამდვილად და კიდევ ერთხელ ცხადყო ის, რომ თავიდანვე ეს ადამიანი იყო ძალიან სერიოზული წნეხის ქვეშ და მას უნდა მოეხდინა აცილება, მაგრამ ის დარჩა ამ თუ გარემოების გამო დარჩა ამ პროცესის მონაწილე და ეხლა ჩვენ ვაკვირდებით მის საცოდაობას, მართლა გულწრფელად ადამიანურად ვიძახი, მაგრამ ეს ერთი ადამიანის გარდა კიდევ არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფალი დემოკრატებისთვის იქნება ეს თუ მთლიანად ჩვენი საზოგადოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის სასამართლოს წონას, ავტორიტეტს, მის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას და აქ მართლა რეალურად საფრთხე ექმნება უკვე ასეთი მერყევი, ესე ვთქვათ, რადიკალურად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღებით ის თუ არის უკვე ამ პოლიტიკური პროცესის მონაწილე და რაღაცა უკვე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე იღებს ამ გადაწყვეტილებებს ეს ერთი კატასტროფაა თუ ის ამას ინსტრუქციის შესაბამისად იღებს რომ ეხლა ტემპერატურა აიწია და არ ივარგებს ეხლა ეს საქმე და ნაჩქარევი იყო თქვენს ავტორიტეტებმა და ამის მერე მან მიიღო ბრძნული გადაწყვეტილება და ახალი განჩინება გამოაცხო ეს კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აყენებს ჩვენ ქვეყანას და აზიანებს ძალიან სერიოზულად იმის რაც არ უნდა ისაუბროს სახელმწიფო წარმომადგენლებმა რომ დისტანცირებენ ეს არის კარგი და ცუდი პოლიციელის როლების განაწილება აგერ ვისმინეთ რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ დისტანცირდეთ არის ასევე გამონათქვამები რომელიც წინასწარ მეტყველებენ ესე ვთქვათ ფსონებს აკეთებენ იმაზე რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია კარგახნის გადაწყვეტილია სარედაქციო პოლიტიკას უწუნებენ და ამის სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს არ გამოვა ესე ბატონებო და ქალბატონებო ხელისუფლებაში არ გამოვა თან გინდათ რომ ვითომ დისტანცირებულები იყვნენ და თან გინდათ რომ საერთაშორისო იმიჯის არ დაზიანდეს გარწმუნებთ რომ ძალიან ზიანდება მაგრამ
საერთაშორისო იმიჯზე უფრო სწრაფად ზიანდება ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტების პირველ რიგში დაუმთავრესად სასამართლოს ინსტიტუტის ესე ვთქვათ იმიჯიც და დამოუკიდებლობა დგება ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნით, იმიტომ რომ თამაზ ურთმელიძე დღეს ნეფსით უუნებლიეთ ეხლა გახდა დღევანდელი სასამართლოს მთელი სისტემის სიმბოლო და ეს ადამიანი აი ამ უმძიმეს, აი ამ ურთულეს ვითარებაში იღებს ურთიერთ გამომრიცხავ გადაწყვეტილებებს და ავტომატურად გვიჩნდება განცდა იმისი, რომ ხდება ასე ვთქვათ თანამონაწილე და თანამოაზრე. რამ გამოიწვია, კი ბატონო, რამ გამოიწვია, მაინც როგორ ფიქრობთ? რამ გამოიწვია გადაწყვეტილება ცვლილების შესახებ? არ ესმის ბატონ ალექსის. სამწუხაროა ერთი რაც გვაერთიანებს ამ შემთხვევაში ხალბატონ ეკას და მე აი ახლა დაბრუნდა მე მგონი ხმა დაგიბრუნდათ ხმა დიახ დაბრუნდა კი ბატონო აი მე მაქვს რა გაერთიანებს პურის აპარატის სირთულეებში გვაქვს თანხმობა კი ბატონო მაინც აი თქვენი ანალიზიდან გამომდინარე რამ გამოიწვია მოსამართლე ურთმელიძის თქვენი აზრით დღევანდელი ახალი განჩინება მე შემიძლია ცალსახად გითხრათ რომ ეს არის წნეხი შიგნიდან და გარედან გამოწვეული წნეხის შედეგად ძლიერნი ამაქვეყნისა დაფიქრდნენ და შემდგომ უკვე წამოვიდა ახალი ინსტრუქციები არტოვებს თამაზ ურთმელიძე იმ შტაბეშტილებას რომ ერთი დღეღამის განმავლობაში ეს ჩემი შეფასება დღეღამის განმავლობაში დაეწერა ის განჩინება რომელშიც მე ეხლა უკვე თვითონ გაუჩნდა მას სერიოზული ეჭვები კითხვის ნიშნები და ჯერ წარადგინა და წამოაყენა დავით დვალი და შემდგომ ისევ ესე ვთქვათ და რევას საყევარიშვილი მერე შეუჩერა რევას საყევარიშვილს და საერთოდ გაუქმა დავით დვალს ეს ესე ვთქვათ უფლება მოსილება ძალიან ძიმე ვითარებაშია მე ნამდვილად შემიძლია გითხრათ ის არაფერს არ წვიტავს ისევ არის მის ხმა მინდა გითხრათ მაგრამ მე მგონია რომ მისი გადაწყვეტილებები არ არის მისი გადაწყვეტილებები ის არის ძალიან სერიოზული სახელისუფლებო წნეხის ქვეშ მაგრამ გამომდინარე იქიდან თუ როგორ ვითარდება პროცესები ხელისუფლებაც მართველი გუნდიც იძულებულია რომ სცენარებში ცვლილება მოქმედებაში ცვლილებები შეიტანოს და ამიტომაც ვიღებთ აი ესეთ ურთიერთ გამომრიცხავ განჩინებებს ერთი კვირის განმავლობაში პირველ განჩინებაშიც იყო ძალიან სერიოზული ესე ვთქვათ დარღვევები მე არ ვარ იურისტი მაგრამ შალვა შავგულიძემ ჩვენმა თანაპარტიელმა თავისუფალმა დემოკრატმა ძალიან კარგად ახსნა და ჩამოაყალიბა ის თუ რატომ იყო იქ რა შეცდომები იყო დაშვებული დღეს ვხედავთ რომ შესმენილი იქნა შალვა შავგულიძის ხმა და დავით დვალს ესე ვთქვათ შეუჩერდა ეს უფლებამოსილება მაგრამ იქ იყო ისევ და ისევ ვიმეორებ ცენზურა დაკანონებული საქართველოს მედიისთვის. ბატონ ალექსი, მე ერთი კითხვა დამრჩა თქვენთან, აი ხაბოტონი ეკაბძანებდა რომ არის ორი ტიპის კრიტიკა საერთაშორისო სივრციდან, ერთი ანგაჟირებული, პრაქტიკულად ასე გამოვიდა, ვინაიდან ძველ ვალებს უბრუნებს გამოდის ყოფილ ხელისუფლებას ლობისტური წრეების ნაწილი, მეორე კი უფრო ჯანსაღი, რაღაცა ესეთი ორი კატეგორია გამოჰყო. ვთქვათ, აი ამ მეორეში, რომელიც უფრო მისაღებია ხელისუფლებისთვის, ვთქვათ ხალბატონი მოგერინი დასახელდა და მან თქვა ხალბატონმა ეკამ რომ კრიტიკული მოსაზრებები პრაქტიკულად ევროკავშირთან მიახლოების გზაზე რაც თავისთავად გულისხმობს თავისუფალი მედია სივრცის არსებობას ბოლო ვიზიტის დროს არ ყოფილა შეგიძლიათ უფრო მეტი კონტექსტი მოგცეთ ამასთან დაკავშირებით მე შემიძლია ერთი რამ გითხრათ რომ არავითარი ვალის დაბრუნებაზე არ არის საუბარი საქართველოს პარტნიორები და საქართველოს მეგობრები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების ეს არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ამის შესახებ არაერთხელ განუცხადებიათ მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის პირველი პირისგან მთავრობის მეთაურისგან მოგვისმენია მაგალითად ჩვენს მეგობარ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრზე რომ ის არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი შემდგომ საქართველოში ჩამოდის
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიტვაში ჩადის საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ეს ყველა ეს სიტყვა აზიანებს არა ირაკლი ღარიბაშვილს, თამაზ მეჭიაურს, ქალბატონ ეკაბესელიას, ან ვინმეს კიდე სხვას ქართული ოცნებიდან. ეს აზიანებს ჩვენ ქვეყანას. ეს ადამიანები არის ჩვენი მხარდამჭერები, მტკიცე მხარდამჭერები. მე არ ვლაპარაკობ ერთ კონკრეტულ პარტიაზე, ევროპის სახალხო პარტიაზე, ევროპის საბჭოს ბოლო რეზოლუციაში სხვათა შორის სახალხო პარტიის გარდა იქ იყვნენ სოციალ-დემოკრატებიც, რომლებიც არიან პარტია ქართული ოცნების ასეთივე მონათესავე, როგორიც არის სახალხო პარტია ნაციონალური მოძრაობისთვის. მე ეს პარტიული მამაშვილური თუ დედაშვილური ურთიერთობები საერთოდ არ მაინტერესებს. თუმცა ფაქტია, რომ პრინციპში მოგერინი არ ყოფილა ძალიან კატეგორიული, ისეთი როგორც თქვა იყო Freedom House-ის წარმომადგენელი. მე მინდა გითხრათ, რომ ევროკავშირის უმაღლესი კომისარი არის ძალიან სერიოზული ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. მე არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ რა საუბრები იყო დახურულ კარს მიღმა. მე მივესალმები აქვე მინდა გითხრათ მიუხედავად იმისა თუ როგორ წარიმართება ახლა აქ პროცესები და მიუხედავად იმისა რა შეცდომებს უშვებს ქართული ოცნება თავისუფალი დემოკრატები ვიყავით ავანგარდში საქართველოს თავრობაში ყოფნის დროს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინ წაწევის საკითხებში და თავისუფალი დემოკრატების მტკიცე პოზიცია არის დღეს რომ ვიზა ლიბერალიზაცია აუცილებლად უნდა მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ მაგრამ როდესაც ეს განცხადებები კეთდება ამერიკის შეერთებული შტატების ერთი დღის განმავლობაში 4 განცხადება ელჩის მოადგილის მერე ისევ საელჩოს და ბოლოს სახელმწიფო დეპარტამენტის და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ განცხადება გააკეთა ევროკავშირის წარმომადგენლობასთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან ერთად ნუ მოიტყუებთ თავს ყავთ თქვენ გამოცდილი დიპლომატიაში გამოცდილი ადამიანები ქართულ ოცნებაში და თავს ნუ მოიტყუებთ მესმის რომ გიმძიმთ ამისი აღიარება რომ ეს იყო ძალიან მკაცრი და ძალიან პრინციპული განცხადებები და რეკომენდაციები უბრალოდ ეს არ უნდა გადავიდეს მერე მაშინ რომ საერთოდ მე გირჩევდით რომ სპიკერები შეიცვალოთ ქართულ ოცნებას იმიტომ რომ თქვენვე გაზიანებთ მაგრამ თქვენი დარდი საერთოდ რომელი განსაკუთრებით კონკრეტულად მაგალითად ახლა ბატონი თამაზი გამოირჩევა მეჭიაური განსაკუთრებული აგრესიულობით საერთაშორისო პარტნიორების მიმართ შეიძლება რაღაცა განცხადებები მოგწონდეს ისეთი გოგითოფაძეს დაემშვიდობა ოცნება გოგითოფაძესთან მიმართებაში ის მის პოზიციებს კემაინს გულწრფელად ახმიანებდა და დაასრულა მე მგონი ბატონი თამაზიც გულდაფუფქული სტალინისტია რაც ნამდვილად არასახარბიელოა ქართული ოცნების კოალიციისთვის მაგრამ ეს მისი პირადი გემოვნების და პირადი არჩევანის საკითხია მაგრამ საერთაშორისო პარტნიორებთან სიტყვიერ ესე ვთქვათ ბრძოლაში და ურთიერთობებში შესვლა მით უმეტეს ისეთი ამ საერთაშორისო ურთიერთობებში გამოუცდელი კანონმდებელისთვის როგორიც არის ბატონი თამაზ მეჭიაური საბოლოო ჯამში წამგებიანი იქნება ქართული ოცნებისთვის მაგრამ ეს არ არის ჩემი დარდი ჩემი მთავარი პრობლემა თავისუფალი დემოკრატების არის ის რომ ქვეყანამ არ შეანელოს სვლა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით ერთ წამს დავასრულებ ნუ რავინ ნუ იფიქრებს რომ ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით და ძალიან კარგი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებში საშინაო დავალება რისთვისაც საშემოდგომო გამოაყოლეს რიგის სამიძე საქართველოს თავრობას თუ კი ეს ყველაფერი გამოსწორდა და განხორციელდა ძალიან კარგია მაგრამ ნუ რავინ ნუ იფიქრებს რომ ამის ხარჯზე შეიძლება წინ წავიდეთ და თავისუფალი სიტყვა და სასამართლო ხელისუფლება ჯიბეში კითხვა დამჭირდა თქვენთან ბატონო ალექსი ცოტა დრო გვაქვს თუმცა მაინც მინდა ვიკითხო აი პირობები რომელიც გაეცით წინასაარჩევნო ოცნებასთან ერთად თქვენმა პოლიტიკურმა
გუნდმაც გულისხმობდა სამართლიანობის აღდგენასაც. ეს ცნობილი, ასე ვთქვათ, ლოზუნგი იყო. აი, რას ურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას? როგორ უნდა აღდგეს სამართლიანობა ქიბარ ხალვაშისთვის და მაგალითად დავით დვალისთვის? როდესაც ამ პროცესს ასე კრიტიკულად უყურებთ, რას არაკეთებს სწორად საქართველოს ხელისუფლება ამ თვალსაზრისით? შერჩევითად სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხდება რეალურად, იმიტომ რომ მართლაც ათასობით ადამიანია, რომელსაც ქიბარ ხალვაშზე გაცილებით უფრო მეტი დარტყმა აქვს მიღებული, გაცილებით უფრო მეტი სიმწარე აქვს ნანახი ნაციონალური მოძრაობის მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი ხელისუფლებიდან იმ ადამიანებს ალბათ ათასობით ადამიანი ეხლა მართლაც გულდაწყვეტილი იმისათვის რომ რაღაცა პრივილეგირებული თემები არის მაშინ როდესაც ეს ადამიანები სასამართლო პროკურატურაშიც დადიოდნენ საბუთებსაც მასალებსაც ყველაფერს თვითონ აგროვებდნენ და მაქსიმალურად ხელს უწყობდნენ და პროკურატურა ამას ყველაფერს თაროზე აწყობდა და ხან ტრაქტორებს დაძდევდა და იქეძებდა ქთამებს და ხან კაბელებს დაძდევდა და იქეძებდა ქთამებს იმის მაგივრად რომ საქმე გაეკეთებინან და ამ ხალხის სამსახურში მდგარიყვნენ დღეს რეალურად მივიღეთ ესეთი ვითარება რომ სულ რამდენიმე ხანია რამდენიმე ადამიანის მიმართ ესე თქვა და პროკურატურამ ვერ აღადგინა სხვათა შორის ქიბარ ხალვაშის მიმართ ეს სამართლიანობა მათი საქმიანობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს რეალურად სიმართლე რო გითხრათ და არ არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის საქმე კონკრეტულად სამართლიანობის აღდგენა, მაშინ როდესაც ქვეყანას ყავს დეპოლიტიზირებული შესაბამისი საგამოძიებო ორგანოები და უწყებები. აქაც აჩენს შეკითხვას და არა მარტო ჩემში, არამედ იმ ადამიანებში, ვისაც სახლი წაართვეს, კარი წაართვეს, ღამით გადაფორმებებით, მართლაც რომ ღამით ნოტარიუსების გადაფორმებებით სახლ-კარი წაართვეს და უცებ ჩდება ქიბარ ხალვაში, რომელსაც დაუწეს ახლა ის ირაკლი ოქრუაშვილის მარჯვენა ხელი იყო. მომიტევე ჯარგონისთვის პაძელნიკი იყო და ესენი ყველაფერს ერთად აკეთებდნენ ჩემთვის მაგალითად მე არ ვერევი ამ საქმეში მე არ ვიცი ვინ არის რეალურად ამისი კანონიერი მმართველი მაგრამ ერთ-ერთი იმ თავდაცვის მინისტრთაგანი მარჯვენა ხელია ესე ვთქვათ რომელიც ამ გადმოფორმებაში მონაწილეობდა 24 საათის განმავლობაში სამართლიანობა ესე ვერ აღდგება რეალურად ჩვენ რასაც დავყიდვით თავისუფალი დემოკრატები ეს ადამიანის უფლებების დაცვა მოსმენების დასრულება ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებების მიღწევა ამ ბოლო ელემენტში საერთაშორისო და თავდაცვის მიმართულების წარმატების მიღწევაში ქვეყნის ჩვენი მოგზალებული წვლილი ნამდვილად გვაქვს შეტანილი და ვართ ასევე ის პოლიტიკური ძალა რომელსაც გვაქვს კომპეტენცია რომელსაც გვაქვს პასუხისმგებლობა და რომელსაც გვაქვს გამოცდილება რომ ყველაფერი ის რაც იყო რეალისტური და რაც იყო შესაძლებელი ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის განვახორციელო და ამას გავაკეთებთ 2016 წლის ფინალში ერთი კითხვა გამიჩნდა ახლა უბრალოდ მარტივ პასუხს გთხოვდით ამ თემაზე ეს პროცესი რომ გართულდეს რუსთავიორთან დაკავშირებული და თავისუფალ დემოკრატებს ასარჩევი გაგიხდეთ ვის მხარეს დგებით ასეთ პოლარიზებულ სივრცეში ოცნების თუ ნაციონალების გასიზრდას გართულდეს რას გულისხმობთ მითხარით და უცებ გეტყვით კიდევ მეტად გართულდეს რუსთავიორი დაუბრუნდეს ქიბარ ხალვაშს ეს რაიმე საშუალებით მოხდეს იქნება ეს აღსრულების მექანიზმების ჩართულობით ძალის გამოყენებით ან მშვიდობიანი რაიმე გეტყვით როგორც თქვენ ისე რუსთავიორი ჟურნალისტებს ისე იმედი ჟურნალისტებს ისე ტელევიზია იბერიის ჟურნალისტებს კავკასიის ჟურნალისტებს ყველას ჩვენ უდგავართ ხარში უდგავართ და უცხადებთ მათ სოლიდარობას მე რაღაცას შემიძლია ძალიან პირდაპირ ეხლავე გითხრათ და ძალიან კარგია რომ ამ ესე ვთქვათ დაძაბულობის ტემპერატურის დაწევისკენ კონკრეტული გზავნილები ისმის მომჩივანი მხარის მხრიდან მაგრამ სადაც გაჩნდება საფრთხე 7 ნოემბრის გამეორების მე ერთი რიგითი მოქალაქე ალექსი პეტრიაშვილი იქ ვიქნები და იქ დავიცავ ქართულ ჟურნალისტებს საქართველოში მომუშავე ჟურნალისტებს მადლობა ალექსი პეტრიაშვილს თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელს რომელიც პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს